მინდა შენიშვნა შევიტანო ჩემ შეფუთვაში ოლეანდრის. როგორც გითხარით ერთ-ერთ წინა ვიდეოში შორტში ჩავაგდებ მას პირველ კომენტარში დაიხილეთ. ამას ვფუთავ ესეთი ტომრებით, სარემონტო ტომრებით და 2 ტომარა მაქვს ჩამოცმული. ეს ატარებს ჰაერს, ატარებს წვიმას, შესაბამისად მორწყვის პრობლემა არ არის ზამთრის განმავლობაში და ვინც რაც უნდა თქვას, მაინც საჭიროა, იმდენი რაოდენობით არა, მაგრამ ფესვებს ჭირდებათ ტენი. ერთ-ერთმა ბლოგერმა ახსნა თუ რატომ არ უნდა შევფუთოთ ესეთი შეფუთვის შემთხვევაში, რატომ არ უნდა დავმულჩოთ ფესვები სცენარის. და როგორც ხედავთ, მე დამულჩული მაქვს. იმიტომ რომ მიწიდან ამოდის მაინც სითბო, აი ესეთი ბუხრის ეფექტით ადის ზევით და როგორც გითხარით, შარშან მე ფესვები შევინარჩუნე, მაგრამ ზედა ნაწილი სცენარის ეს ამ შემთხვევაში ეს ოლეანდრია მომეყინა, როგორც ჩანს მაგის გამო. ამჯერად გავაკეთებ შემდეგნაირად. ფესვებიდან მე მულჩას მოვაშორებ, მულჩას გავაკეთებ ამ შეფუთვის გარეთ, რათა თვითონ მაგის გარშემოც მიწა არ გაიყინოს. ნუ შეფუთული მაქვს, რა თქმა უნდა, წიწოვნებით, რადგან მაინც ოლეანდრს უყვარს მჟავე ნიადაგი. მის გარეშეც შეუძლია, მაგრამ სასურველია კონდეს მჟავე ნიადაგი. მაშ ასე. აი ესე გავწევ და შევფუთავ უკვე მაგის აი ამას დავტოვებ გარშემო და აქედან წამოსული, მიწიდან წამოსული ჰაერი ოლეანდრს გაათბობს, როგორც ჩანს. ჩავატარებ წელსაც ექსპერიმენტს, თუ არა, ნუ მიწიდან მაინც ამოიღებს. ამჯერად უბრალოდ რადგან ამოსული ვარ, დავტოვებ გასანიავებლად, რომ არ ჩაიორთქლოს შიგნით. წუხელი იყო ყინვები და როგორც ჩანს, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად გვაქვს. აი, თრთვილი დევს. ამჯერად დაგემშვიდობებით, მომიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, თქვენი შაბათის მებაღე.